გამარჯვებათ დღეს ვიდეოს ვისაც ვინც ახლად ვიტყვით ვისაც ძველი თავი არ მოგწონთ აი დარდი რა ძლივს არ გავგრილდი მეც კიდე თმები მქონდა ახლანჭული ხო გახსოვთ გუშინაც რო გითხარით რომ ვიბან არ ვივარცხნი მეთქი და აი უკვე საოცრად მქონდა მართლა ჩემი თავისა შემოწვა ეხლა უნდა დავიწყო ოთახის დალაგება და სანამ მე ამ ოთახს დავალაგებ და დავიწყებ უბრალოდ მინდა რომ ჩავწერო ვიდეო იმიტომ რომ მე უნდა რავი ობობები აბლაბუდები რაღაცა მთელი ამბებია და ნუ დიდი არაფერი რა მტვერია ასაღები და ეგ ხო და სანამ და მინამდა დავიწყებ მანამდე მინდა განახოთ დღევანდელი ნავაჭრი შოპ მარინაში ჯერ უნდა გითხრათ რომ ანუ ერთი ლარები როცა გამოცხადდება არ წახვიდეთ ანუ ლარად რო გამოცხადდება არ წახვიდეთ მე მაგიტო არ წავსულ უბრალოდ მაინც ვაპირებდი 4 ლარები მეგონა რომ იყო და გუშინ იყო ლაივში რომ არისო ლარად ნუ არჩევ სახლისთვის რაღაცებს არჩევ მაგრამ აი რაც მე მინდოდა საროჭკები მინდოდა ბარბარესთვის რაღაცა მეთქი რომ სასკოლეთ რა ლარებში მაგას ვერ არჩევ მაგრამ ბარბარესთვისაც მინდოდა ბარბარეს წავიყვანი ბარბარეს არ ვაპირებდი ნინოს ვაპირებდი მაგრამ მეთქი კაი ხოლმე წავიყვანე ბარბარეს ეს რანაირად შევკარი მე ამიხსნი იმია მიხსნის ამას რა ვყავი კაი ხო გავხევ თუთა ამიფულდეს ძმარი გადავივლე იმდენად მქონდა გავავშალე რომ არა და გუშინ უნდა მეყი და ბალზამი დამავიწყდა და გუშინ უნდა მეყი და ლენტი ფარდების ლენტი რო ხო იცით დედა ჩემისთვის ფარდები შევკერე და დააკატა წინაზე და ეგეც დამავიწყდა მაგრამ არა უშარა ხვალე წაზრაზე მიდივარ ბარბარე უნდა წავიყვანო რომ დავამთავრო ყიდვა და რაღაცა და მართლა მორჩი პირველ დღეს რო ჩაიცვას მასეთი რაღაცა უნდა დანარჩენი რაღაცები აქვს და ამიტომ ვიყიდი მაგას ვიყო დღეს ბარბარისთვის საერთოდ ვერაფერი ვერ ვიყიდი არ იყო ფაქტიურად არ იყო იცი როგორი სიტუაცია იყო ანუ ცალი მხარე სადაც ახალი კოლექცია ჰქონდა დადებული იყო შეღობილი გადაღობილი თუმცა ვიღაცა მაინც მოახერხა უბით გაეტანა იქამდე კი დაიწრებინა მოიპარა მაგრამ ვერ დაიჭირეს აი რა პური რო იყოს გეპატიება საჭმელი რო იყოს კაიშიო დაო და მეტი გზა არ ქონდა ტანსაცმელი მიგაგა ანუ ლარიანები ხო აქ არა 30-იანი უნდოდა მოიპარა ხო და ხალე მიდიო და მე ვწავი ერთ სიტყვით რა ვისაც წავედი მე ვიყიდე ანუ ნინოს ჯინსის შარვლები უფრო მაგრად მინდოდა იმიტომ რომ ფაქტიურად აღარ ქონდა რა შაშარად ცეცვა და უკვე მუხლებზე გადახეხილი გადაფენცხილები და მე კი რაღაცას ნახავ და პირველი რაც იყო ისა ვქენით ნინოს ჯინსებს ვეცი ის ვიყიდე განახებთ იმასაც ბოტასები თეთრი თვალის ზომით განახებთ ბაზრობის ისინი ჩანთები სხვა მინახებია და რაღაცა და დღეს ეცვა ეგ და კარგად ქონდა და თვალის ზომით უყიდე და მინდოდა ტაპკებიც მეყიდა სპორტისთვის მაგრამ ვეღარ გავბედე თვალის ზომით იმის ყიდვა იმიტომ რომ ჯერ ეს ნახო მეთქი თუ კარგად აქვს და ძალიან მაგრად მოვიდა ამიტომ ხვალე ტაპკებით უკეტებსაც უყიდი რომ მასე ჩაიცვას ამიტომ თან მინდოდა რომ ელასტიკიც მეყიდა სპორტისთვის ხმაური თუ არა უშავდა მეზობლის ბავშვები არიან და თამაშობენ ახლა ხმაურობენ თუ რას იზავენ რა შვებიან რა ვქნა მირჩენია ითამაშონ და გაერთონ იმიტომ რომ ვეწყო ვიყავი ბაქრელა ძალიან ლამაზი ფერია სრულიად ახალია და აქვს ესეთი ზოლი და აქვს ის სასაცილო აბა ამაში რომ ადამიანი ფეხს ჩაყოფს ისეთი ეხლა უნდა გამერეცხა წყალი და ამიტომ არა უშავე განახეთ და ხვალ გავრეცხ ესეც განიერი აქვს მაგრამ ძალიან მომეწონა
თხელი შარვალია, ჯიბეებიანია. და ძალიან საყვარლობა არის და მართლა ძალიან მომეწონა. და ნუ არა უშავდა პატარა ადგილას, ორ ადგილას აქ თხელია და ჩავკერავ რა, რომ ანუ ყველაზე პატარებს ვიღებდი და მაინც დიდი ჰქონდა წელი. საროჭკა ერთი რაც ვიპოვე არის ეს, მომეწონა ფერი, იმიტომ რომ რაღაცა სკოლის ფერთან ასოცირდება ეს რაღაცა ცისფერითან არის. აი ჟატი თუ ნუ მოკლედ აი ესეთი რა და გაუთვება უნდა ეხა ის ამას ვერ ჩააცმო დაღეჭილს ეს ჟატია, მაგრამ კამეჩმა რომ გადმოაფურთხა იმ წუთას ეს არ არის. და დიდი აქ თან როგორია იცი, ნახე ანუ გვერდი და შეხსნი გრძელი სტილია. და წერან რომ შემოვაცი ოდნავ, ანუ იმათახმად ეს რო უკეცი აქამდე, აი ძალიან მაგრა ხონდა ეს რო ჯინსზე ჩაიცვეს და შიგნიდან ესეთი მაიკა. ძალიან მართლა მაგარი არის რა. ეს ნინოსი. ნუ ყველაფერი ნინოსია, ბარბასი არაფერია რა. ესე ძალიან მომეწონა. ანუ ამას თავის დროზე 10 ლარი ეწელა რა. ეს რო გაუთოვდება იშიშიშ. თან ეს აქვს, ნახე. ასაკეცი და ისედაც პნოპკებზე არის ეს მომეწონა. ესე აწევ. არ აწევ, აკეცავ ნორმალურად. ძალიან ამაზად არის ესეც ჯინსზე, ცისფერი ჯინსზე ხო იცი ძალიან მაგრად მი. ეხლა ხარხმა ვიყიდე, არ მახსოვს რამდენიც არის. ხო მართლა. წავიღე 200 ლარი. რომ მეთქი რაღაცა, ხო 200 ლარისაც ლარებში მართლა არა ვაპირებდი ყიდოს, მაგრამ წავიღე რა ვიყოს. ხო და იქიდან თან სილიკონის წებოც მინდოდა მეყიდა, მაგრამ დამიზარა. და პირდაპირ ისნიდან გამოვყევით ჩვენ მარტოფის მარშრუტკას, იქიდან მოდის ხო. ხო და რამდენი დავხარჯია გაინტერესდა ამ ყველაფერში? 10 ნივთია, 10 ლარი. ეს კიდე არაფერი ჯინსებია სრულიად ახალი, ხახმა და ჯინსებს, რა ვიცი, ბაზრობაზე, აი ხვალე უნდა წავიდე და დავაფასებინებ უბრალოდ რა ღირს ჯინსი. ჯინსია, ძალიან მაგარი ხარისხის ჯინსებია. ერთი ამის მომეწონა, რომ აი ეს მიყვარს ხოლმე ნინოს ამბავში, რომ ეს აქვს. იმიტომ რომ რა მართლა გაუბედურებულია ნინო. სიგამხდრის მხრივ დედაზია და ზურბავს. ეს აქვს ძალიან მაგრად ტანზე. ნახე როგორი ის არის გოგოშკური. სრულიად ახალი, მე ხო გითხარით რაც უნდა შეამოწმოთ ჯინსზე. ნაცვეთობა ვაფშე არა. სრულიად ახალი ჯინსის შარვალია. და აქვს ძალიან მაგრად. თან იცი როგორ აქვს? არც ერთს არ უნდა მოჭრა, არც ერთს. 3 ცალი აქვს განიერი, აი ერთი ეს არის, მაგრამ იმდენად კარგი არის, იმდენად ახალია, რომ შევინახავ მეორე წლისთვის, ვიცი რომ ექნება ჯინსის შარვალი. აი სრულიად ახალია, არც მუხლზე აქვს ნაცვეთი, არაფერი, საერთოდ არა. ჩაულებრივ ხარ დანარჩენის ის არის რა ქვია. არაფერი განსაკუთრებული რა. ეს აქვს დიდი ეს არა აქვს, ოდნავ აქვს, თან როგორია უყურე, ანუ წელი წვრილდება ხახლა, ძალიან წვრილდება წელი და ესეც დიდია. მაღალწელიანი არის, ნინოს უყვარს ეგეთი შარვლები და ესეც ანალოგიურად სრულიად ახალია და ესეც ლარად, რა თქმა უნდა, ესენი ყველაფერი ლარად. გამოსვლისას აი ეს ავიღე და თან ფიქრობდი, რომ ანუ მეთქი ვიცი რომ პატარა ექნება, მაგრამ მაინც მეთქი გავბედე და წამოვიღე და თან სიტუაცია იყო, იცი, რადგან ბევრი ხალხი იყო და ხა ლარებში ყველაფერს იღებდა, ჩაკეტეს გასახდელები, ანუ გასახდელი არ მუშაობდა რა და კაი შენ ჭიმე ხვალე საქარა განახორმეთი და იქვე ჩავაცვი ნინოს. ეხა წელის ზომა უნდა განახოთ. 24-ია წერია ამას, მაგრამ არ ვიცი რა თქმა ერთი მტკავრია რა თითქმის. და ესეც მაღალწელიანი, ესეც სრულიად ახალია და თან შავი რო არის, რატომღაც ძალიან მომეწონა და ამის წელის სიმსხო ნახეთ და დიდია. მაგრამ ძალიან ლამაზია. არა, დიდი როგორ ხა კალბოტკას რო ჩაიცვეს მაგალითად, აი მე თავისუფლად ახლა მაიკას რო ჩაიწერა, ანუ არ ჩასძვრება რა, უბრალოდ წელში აქვს ცოტა ქარი. და ერთი ეს, ანუ ერთი და მეორე, აუ, სულ რამდენი ვიყიდე? 1, 2,
4 ჯინსი მიყიდია, მეტი რა თმეყონა. მეცა? და ის შარვალი ხოლმე ის 2 შარვალი იყო, 6 შარვალია მთლიანობაში, მაგრამ 4 ჯინსი. ერთი არის განიერი და ესეც ცოტათი რა კარგად გან. აუ ძალიან მომეწონა ეს ნახეთ, სრულიად ახალია. ესეც ზუსტად იმ ჯინსივით მეორე წელს ვიცი რომ ნამდვილად ექნება. თავარია შეავსოს ბოლომდე, აი სრულიად ახალი ჯინსებია. ეს ცოტა თხელია. ნახოთ, ჩაკერვა და რაღაცა არ მინდა. ხა ჩაკერვით რაღაცა ლამადგა, ამ ორი ჯინსი რო შევინახო და 2 ჩავაცვა პლუს 1 საფერისა. განიერტოტებიანი აქ რაღაცა ახალი. შაშან, 3 აქ ნახე. ანუ 4 დავთვალე, 3 ჯინსი როგორ არის ჩასად. მოკლედ 2 ჯინსი დიდი აქვს და 3 კარგად. თან არის სრულიად ახლები, ღია, მუქი და შავი. ეს ყველაფერი იყო 9 ლარის, ახლა ქალი მთელი 200 ლარით მივედა 9 ლარი, მაგრად გამიტყდა რომ მეთქვა რომ 9 ლარისაა თქო ესა და ავდექი და ვიყიდე Next-ის ახალი მაიკა ესეც ფერიც ისეთი კაია და 2 იყო და ერთს ძალიან განიერი მოდღალარზული ყელი ჰქონდა, არ მომეწონა. ხო და ავდექი ეს უყიდე ამ ჯინსის თუნდაც ჩასაცმელად ჯინსზე და პეპელა გოდნა ვარც ეთყობა. და მე ეს სერჭკი შემოცვა მოკლედ ძალიან კარგად ექნება რა, ძალიან. ასე. ანუ 10 ვიყიდე 10 ლარად. და აი გოშინკი ნამდვილად 200 ლარი და ვხარჯე. და წავალ ახლა განახებთ რა ვიყიდე. შუქი ჩაქრა ცოტა ხნით და მაიკო შედინა ჩქარი power bank-ით იდეალურად გზნობდა თავს ჩემი კრუხი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წავედით ახლა ნახოთ რა ვიყიდეთ გუშინ. ალაგოს თამაში. აი. ნინო რა თუცარ? დააცადე გოგო. ეს როლე ბაჩი ეს როლე. ნინო დააცადე შვილო. აი. იო თამეს როლე. აქ ესე გადმოვწევ ხოლმე რომ ეს არ დაგაგუფუჭდეს და ოდესაც მუშა პროცესია აქ ეგ ამბები კეთდება. ახლა ნახოთ რა ვიყიდეთ გუშინ. რა ვიყიდეთ გუშინ? რა ვიყიდეთ კარგად. ფეხსაცმელი გარეთ არის, გავრეცხე ხა დღეს ეცვა და პრინციპს ჩანთები ვიყიდე. ხარტო. და წრულვანები. დავჭდებით. დავიღალე, მაგრად ცხელო და აი ძალიან მაგრად ცხელო. მე ისეთ შეგრძნება მაქვს რომ დავდივარ ძმრის სუნი და მაქვს მეთქი, მაგრამ ცოტა ხანი არა უშავლა, ცოტა მოისუნთქათ მე. ჯერ რო იტყვენ მე და ბარბარემ დიდი ისა გქონდა. არა ის არა იყო, არა ეს მინდა, არა ნუ ეხა ისედაც თავისი გემოვნებით უნდა მეყიდა, მაგრამ მე ძალიან ვაპროტესტებ ცალმხარეს ჩანთას. ესეთ ძიკურის ჩანთას, ხო და ნუ კაიო. თანა მაგას ვლაპარაკობთ მაღაზიასთან, სადაც დგავართ და სადაც მოეწონა ჩანთა და გამყიდველი მეუბნება. ანუ რომ ვეუბნები ბარბარს რომ თან ვანახებ რა, ანუ ეს მეთქი არ გაუძლებს იმ სიმძიმეს მეთქი რა და თან მეთქი ხა სამხრივა და ქალბატონო, ეგ საყვედურების სკოლაშიც ეყოფა, თუ გინდა უყიდე რა აყო და აი მე რა თანავ ვფიქრობ, ნეტ არ მინდა არ გაუძლოს მეთქი, არა ვფიქრობ მე წაბუსულს ეს ვუთხარი. მეთქი ადამიანო, აი ეს სტილის ნაწლავი როა აქ, აი გადასაკიდი, ეს 5 კილოს გაუძლებს და 20 კილოს გაუძლებს. აი მოვაბრძანეთ ლაკოსტას ჩანთა. შიგნით დიდი საკონცერტო დარბაზია. ეს ფორმა ცოტა მისაცემი.
ტელეფონის ჩასადებია და ჩადის ტელეფონი? რაღაც ძალიან მიპატარავება ეს ჯიბე. ტელეფონის რატოა? რა ვიცი, და საფული არ ჩავატ მოკლედ. ლაკოსტას ჩანთა, მე ვეუბნები ბისახარ მეთქი. როგორ გეუბნებოდი? არის ფიზიკის მასწავლებელი, ხარ მეთქი ფიზიკის საიდანო. ну მოკლედ აი ესეთი ლეძიკურის ჩანთა იყიდა ბარბარემ და ველოდები როდის გაივლის ესე მე უყურეთ. ამის ბერტყვი. ამაში მივეცით 50 ლარი. სუჯანი დამადნა. ეხა ბარბარისას ვეძებდით კი არა ნინოსაც ვეძებდით და მინდოდა რომ თან საყვარელი ყოფილიყო, თან გოგოსი ყოფილიყო, თან მუქი ყოფილიყო, იმიტომ რომ შარშან ჩანთების რეცხვით დავიღალე. ერთი მეორე ბარბარი ჩაუძი ცოტა რა. ერთი მეორე და მე ფუჭდება, ეხა დაბალი მასზე გარეცხავ, არ ეცლება. გაწმიდით არ ეცლება. უნდა გარეცხო მაღალ გრადუსზე. თანის პასტები რაღაც. ფუჭდება. ხო და ამაში მივეცი 35 ლარი და ნინოსთან რომ მოვიტანე ძალიან მოეწონა. ნახეთ. შავი ჩუჩხსიდან საერთოდ გავრეცხო. ჯიბების ეს მომეწონა კიდე. ანუ ეს სამაგრია მისი. ჯიბების განყოფილება იგივე აქვს როგორც წინა ჩანთას. ანუ ერთი დიდი, ერთი პატარა და წინა. ავიც დანარჩენი რა გითხათ, ახლა ჩანთა არა. ხო, ესეც აქვს, რომ წყლის ბოთლი ჩადოს. წიგნები, რვეულები, აქ პასტა და რაღაცები, რავი, ნორმალურია მე მგონი და თან სუბუქია და ну რა ვიცი, ხა ძირითადად ბარბარეზეც იმიტომ ისე ვქენი, რომ ძირითადად მანქანით მოძრაობენ რა. კი არის ხოლმე პროცესი, რომ რა ქვია. მოდიან ხოლმე ფეხით, მაგრამ მაინც. იქიდან მე ბარბარე ჩამოვიდა სკოლაში და ვნახოთ ყველა საგანია? ერთი აკლია. რომელი აკლია? რაღაც დამატებითი. რაღაც დამატებითი რა ქვია? შენ თუ ვაიმე ეს უნდა ჩადო, ამაში და მხრით წაიღო? შესაძოდა. შესაძოდა. აი 1-10-11 წელი მიგაქ მარტო? დავტესტოთ. 7 საგანი ხო გაქ? კაი, თქვათ ქართული, მოქალაქეობა, მათემატიკა, რუსული, საქართველოს ისტორია, კაი, მეორე ისტორია გადავდოთ, ქიმია, ეს რამდენი გამოდი, 6 ჯერ დაიცადე. ფიზიკაც აქვს, თქვათ, ბიოლოგიაც აქვს და გეოგრაფია. 2, 4, 6. არა, 10 წიგნი რადგინა, შვილო, საგანი თუ 7 გაქვს. ჰა? არა, მოიცა. 7 წიგნი მიჭირავ ხა ხელში. და 7 წიგნს ხო 7 რვეული ყველა ვარიანტში უნდა და მოდი აი ამას ავიღებ, ვითომ 7 წიგნის რვეულია რა, 3 წელ წიგნს, თხელ წიგნს. თქვენ დამიკომენტარეთ, სად არის ისეთი მაგარი ხერხემლის სპეციალისტი, რომ მე მივიყვანო. და ტრავმატოლოგიც მინდა, იმიტომ რომ სანამ ხერხემლის სპეციალისტთან მივიყვან, ჯერ ტრავმატოლოგი დასჭირდება. დავაჭირვებ ყოველ შემთხვევაში. ეხლა დავტესტოთ. ჩატევი ჩაეტევა, ხო გეუბნები, ფილარმონია არის. შეგიძლია შენც ჩაჭიდე. ეხლა ეს უნდა გამოპრანჭულმა ბარბარემ აიყიდოს. ვაი შესაწყალო შენ. ანუ მისამართები მაინც დამიწერეთ. არ არის ეგეთი მძიმე, ხა ნიშნავს. კაი შვილო, ხარზე აიკიდე და ერთი ფეხით ხო გიწევს ხოლმე. 15 წუთი იარე მაგით. ის ჩათაც უცამ ხარზე მეკეთა ხოლმე. ის იყო ბრწყები. რამე არ მაქვს პრობლემა. ჯერჯერობით. ჯერ ტრავმატოლოგი დასჭირდება, უეჭველი ვიცი. მომეცი ერთი დავათვალიე რომ რა წიგნები აი მე ბანინომ დღეს წელს უნდა ისწავლოს ისა რუსული ხარ ხო და აი მანდ ვერა გვაქვს საქმე კარგად. არა, როგორ ვერა გვაქვს, არა აქვს პრობლემა მართლა სწავლის და კარგად მიყვება ყველა საგანს და როგორც ახლა 10 არ მომიმზადებია ესენი და აუ შოქია ანთე რა გეხოცები აი ეს მაღალ იმაზე, ნათებაზე.
მიყვებიან ჩვენი მიმართ. ხა რა ვიცი, რაზე უნდა მომამზადო, თუ შეუძლიათ, ხო? მომზადები ხით მეყოფა არ არის ეგა. ეგ არის? ხო. ბიოლოგია, გოგორა ლამაზი ბიოლოგია. ესეთი წიგნი ხუმრობის გარეშე გეუბნებ და იცი ხა მე ვეძებ ინგლისურის წიგნს. ხო გვაქვს? არის? ჩვენ გქონდა ინგლისურის წიგნი, აი ეს რო გაყო რა შუაზე და ესე პატარა. ხო ხდებით, აი ეს რო არ გქონდეს და ესე იშლებოდა. შავ-თეთრი რაღაცა მოგცემდნენ ტექსტს, უნდა გვესწავლა. გადაშლი ამ ფერი არის, ან ხან კურდღელი ეხატა პირველ მეორე კლასებში, ხან რაღაცა სიხარულით ასწავლობ. რატო არ გიყვარდა? იმში არ სწავლობ. ნამდვილად იცი რომ ეს ინგლისური ვიყო. მარტო ინგლისურში და რუსულში ერთ წიგნი დანარჩენებში. აჰა, მე-10 კლასის წიგნს რო გადაშლი და ბურატინო დაგხვდება. ისწავლი, მაგრამ იქნება. ეს რამდენი ცალი? ეს როულია თუ წიგნის შვილო, ნამდვილად იცი, ჩასაწერები ხარ. როლები არ მიყია. ჯერ არ არის. მართლა რაღაც მომენტში ვნანობ ხოლმე რომ აი ამ პერიოდის მოსწავლე არა ვარ, ოღონდ მართლა. ინგლისური. ხო, საქართველოს ისა ისტორია გაიყო საქართველოს და მსოფლიო, ხო? ეს საქართველო. ეს რანაირად არის? ეგა ისტორია, ესა საქართველოს ისტორია. ეს რის ისტორია? ეგ ისტორია. ეს არის ისტორია, ეს საქართველოს ისტორია. ჩვენ დროს საქართველო და მსოფლიო იყო. და ხა ველოდებოდი რომ მსოფლიო ეწერებოდა. აბა ეს რისა მსოფლიო? ხო. დაეწერათ მსოფლიო მერე. ჩვენ დაეწოთ. მოქალაქეობა. მოქალაქეობას ვინ დასწავლის? რავი. ფიზიკა მიყვარდა უზომოდ. ქიმია არ მიყვარდა. ქიმია არ მიყვარდა არა. არ მესმოდა. ხო ამბობენ ფიზიკა და ქიმია რამ გაყო. უზომოდ მიყვარდა და აი ყველა ფორმულებიან ნახაზებიანად. ამაში ვიყავი ჩინელი. ნუ ქიმიკოსიც. ქიმიას ვწევდებ. გეოგრაფია. ბიოლოგია. გაფიცებ ეს რაღა ისტორია. ეგ მეორე ნაწილია. ის. და კიდე როული აკრია ჯამში 6 გამოდის. 6 წიგნი და როული მოხდება. ეს სხვანაირი ისტორია? ეს სოფლიოა? ალბათ. იცი რა იყო კითხვა? არ მინდა შვილ დაგანებით. მე-9 კლასში რო ვიყავი ბიოლოგია პირველი მეორე ნაწილი. მე 1000-ში გავიდნენ მე-9 კლასის წიგნითო და აღარ გამოვუშვე სახელწიგნები და ეხლა არეულად არისო. აბა მე-10 კლასი აწერია და. ხო, მაგრამ რაღაცები არ მაქვს შარშანდელიდან გავიდნენ და ჯერ მე-9-ით მოკავიეთ. ქართული ენა და ლიტერატურა. მან ენა და ლიტერატურა გაერთიანეს. ცალ-ცალკე აღება. რატო? ჩვენ დროს როგორი იყო ენა და ლიტერატურა ცალ-ცალკე იყო? ჩვენთანაც. მათემატიკა. ანუ თლიანობაში რამდენი საგანი გამოვიდა შვილო, მოქალაქეობა ვნახეთ, მათემატიკა ვნახეთ. ეს რა? რუსული არა მიყია. ფიზიკა მიჭირავ, ქიმიაც მიჭირავ, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9 აბა მე-10 რა არის? ქართული ენა და ლიტერატურა. 10 საგანი. შორშან 13 მქონდა. 13 გაყოფილი ხო იყო ენა და ლიტერატურა. მაგით ხა, მაგრამ პრინციპში ეს დაალაგე ხო? ხო, რომ მოვედით იქედან ძალიან აღარ შეგაწყენთ თავს. მოკლედ ხა ახალი რაღაც მაქვს გასარკვევი, ჩემმა და მცდელობებმა იმისა, რომ ძალიან მინდოდა რომ იოანე რაღაცნაირად არქიტექტურის მხარეს გადამეხარა, ვინც ადრინდელ ვიდეოებს უყურებთ, იცით რომ შარშან სანამ დაამთავრებდნენ სკოლას, ვთხოვე რომ აბა სცადეთქო და ხაზვაზე მივიდა რამდენიმე თვე და ძალიან მოეწონა და ძალიან კაი შედეგი დადო
მე ჩემი ძმის სახლის პროექტი ამოუტანე რომ გადაეხედა ეხა კი მალე ან გადაუქსეროქსიფან რაღაცას მაინც ნახოს თუ უნდა თუ არა უნდა ჩაუტანო ეგ პროექტი ისე იმიტომ რომ სახლის მშენებლობას იწყებენ უკვე და სჭირდებათ ხო და ანუ იმას სათვალიერებდა რაღაცა და რომ მოვედით ბაზრობიდან ეგ გადაწყვეტილება მიიღო რომ всё არქიტექტურა მინდაო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს დღეები აღარც ანუ არ მithქვია იოანე დაფიქრდი იოანე აბა რას ფიქრობ იოანე ან არ ესე არ მინდოდა რომ ზეწოლა რაღაცა ისე მინდოდა რომ თუ არ მიიღებდა მაგ გადაწყვეტილებას ისე რა თქმა უნდა როგორც ახლა ნებისმიერი ესეც რომ მივა მაგ პირამდე და ატივცემთ მაგის გადაწყვეტილება თავარია მომავლისთვის იყოს ეს და ისი არა რომ აი დადო დიპლომი და რავი წახვიდე სადმე სხვაგან თუ თან თუ გიყვარს შეგიძლია რაღაცა რატო არ უნდა გამოიყენო ამიტომ ეხა გვიწევს ჩვენ მოვამზადოთ 4 საგანში ოღონდ ნუ ხო მომზადება სჭირდება რატო არა სჭირდება ეხა სკოლის მასალას და რაღაცას კი კარგად იმაშუება მაგრამ იქ ხო სხვანაირად ხდება სხვანაირი პრინციპებია რაღაცა და ნუ მოკლედ დაბლტა ტელეფონი მაგდა ესე იგი უნდა ინგლისური ბარდება ქართული ბარდება მათემატიკა და ბარდება ხაზვა ამიტომ ხაზვას ისევ გააგრძელებს ქართულის მასწავლებელი ყველა ყველა ერთ პონჩი არ არის ყველა ქართულის მასწავლებელთ ისა მე არ ვიცნობ ახალი სკოლის მასწავლებელია და იქ უნდა შევიდეს ინგლისურის მასწავლებლად კეჟერაშვილი გიოს დედა ხათუნა ფიქრობ იმიტომ რომ ბევრი თვითონაც ძალიან რაღაცნაირად ძალიან ბევრი არის ვინც ასწავლიან და რაღაცა მაგრამ ადგილები და ის ხონდა ხონდეთ და ის და ამიტომ უკვე უნდა შევეხმიანო და მე მასწავლიდა ხოლმე მათემატიკას და რომელმაც მართლა შემაყვარა მათემატიკა ეს არის ნელი კანდელაკი აი უზომო სოლოღაშვილი კანდელაკი გათხოვდი აი იცი როგორ შემაყვარა მათემატიკა უზომოდ ჯერ პიროვნულად თვითონ ძალიან რა ვიცი რა ჩემთვის მასწავლებლის ეტალონია როგორც სხვა ბევრი დანარჩენი იმიტომ რომ ადრე მე ჩემ ქართულის მასწავლებელზე გელაპარაკეთ არ ვიცი გახსოვთ თუ არა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის როგორც პიროვნულად რომ ჩამოგაყალიბოს ადამიანმა თავისი რაღაცა ტკბილი და თბილი დარიგებებით და რაღაც ხო და ისე მოხდა რომ სამი შვილიდან ვერ დავუმფხვიე რომ რომელიმესთვის ესწავლებინა იოანეს სხვა სწავლისთან დამრიგებელიც არის და ბარბარეს და ნინოს ასწავლის ჩემი კლასელი თამუნა რომელსაც მათემატიკას ავარაუდოდ ნელი შეაყვარა და გაყვა მის გზა და კვალს რო იტყვიან ხო და უმაგრესად ასწავლის და გადავწყვიტე რომ რადგან ვერც ერთი შვილი ვერ დავუმთხვიე სკოლაში რო ასწავლოს ამიტომ სკოლაში ასწავლის მაგრამ ივანეს არც ერთს არ გასწავლით თვითონ მასწავლებელი არც არა ხო და ამიტომ როგორც აბიტურიენტი ისე მივაბარებ იოანეს მას და ძალიან მაგარი მასწავლებლები ავმოკლეთ დანარჩენი ვნახოთ რა იქნება როგორ იქნება ერთი ის ვიცი რომ მე ვამბობდი რომ აურა ძალიან გამეწელა არ მინდოდა ეს გამწელოდა ვიდეო ჩემთვის მეტი სხვანაირი 1 სექტემბერია რა ეს ჭყალებში ვიტყვი 1 სექტემბერს იმიტომ რომ სკოლაში კი ივლიან ჩვეულებრივ ესენი მაგრამ იოანეს ექნება რაღაცა კვირაში ერთხელ გამოცხადების ის ალბათ არა სკოლაში ცივლის ხო მაგრამ ეს წოლის გადმობრუნდის ის დამთავრდა იმიტომ რომ სკოლა მათემატიკა ინგლისური ქართული ხაზვა ცეკვიდან არ გამოდის ცოცხალი თავი
და ისიც უნდა მოასწროს, უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ პირობა როგორ თქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფასოზე ვაუხდეო და გრანტიც ავიღო. ხა არც მაგაზე არ ვლაპარაკობ და არც უიდა რატო არ აიღე, ყველა ბევრი ცდილობს რაღაცა, მაგრამ არის იქ შემთხვევა, იქ ნერვიულობის ფონი, იქ დაბნეულობის ფონი, რომელიც ბევრ რაღაცაზე იმაშვება ხოლმე რა, მოქმედებს ხოლმე, ასე რომ წინასწარ მაგას ვერც ეგ ვერ იტყვის, ვერც მე ვერ იტყვი, ვერავინ ვერ იტყვის, რას იწავს. შეიძლება 2 2 2 4-ია პრინციპში. ეგ დაგავწოთ მე და მოვეწდი ახლა და ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ივანეს ვუთხარი, რომ ეს 12 საათზე ადგომა, მე გადმობრუნდი, მე ისევ გადმობრუნდი დამთავრდა. ანუ იმაზე მეტად დატვირთული იქნები ახლა, ვიდრე სკოლაში რო დადიოდი. იქ მიხვიდოდი 2 საათზე მოხვიდოდი მორჩა. 9 საათში ისწავლე და დამთავრდა. ეხლა იქიდან რომ მოვა ის თან სიღრმისეულად უნდა გაიაროს ყველაფერი და ისწავლოს, იმიტომ რომ სავარაუდოდ თირკმელების გაიდვა მოგვიწევს. ფიქრობ, ღრმად რომელსაც დაეცინება, იმისგან დავიწყებ, რომ მოვპარო. მე ჩემიც არ ვარ გადაიცადე. ასე რომ, ესეთი ამბებია ჩვენთან, ნენელა ვიწყებთ სკოლის აქტიურ ცხოვრებას. ხვალბე და ბარბარე ბაზრობაზე მივდივართ. როგორ გიხარია ერთი კვირა ბაზრობის გზაზე ვდგავართ. რისთვის? ერთ წელში ამ დროს ზედა ქვედა უნდა იყიდო და ვსო, ხო? და ივანესთვის სპორტული შარბი. ანუ პირველი დღისთვის, მაგას შევინახავთ, რომ მე 11 კლასშიც პირველ დღეს ჩაიწყო. ერთ წელში ამ დროს შვილი უნდა მომამზადო კი არა შვილი უნდა გავშვა იქ უნივერსიტეტში. მერე? თუ ჯარში მიდის. უნივერსიტეტ და ჯარს ერთდროულად მოიხდეს. ხო, ჯარს ახალი კანონი აქვს. რომ 4 დღეში ერთხელ თუ რაღაცა, მოკლედ პარალელურად შეიძლება ეგ რაღაცა გაიაროს რა, ისე რომ უნივერსიტეტი და ჯარი ერთად დამთავრდეს და მე ძალიან მომწონს ეგ პროცესი და რატო? იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ჯერ ჯარში მიდიან და სწავლა მერე გადადის, ანუ ის მუხტი იკარგება სწავლის, ან არის ხოლმე რომ დაამთავრებენ და მერე ჯარში მიდიან და იტყვიან ხოლმე რომ ჩამოვალ მერე, ანუ რომ დაამთავრებ მერე მუშაობა და რაღაცა და აი იმ პროფესიის მუხტი იკარგება, რაც დაამთავრებს და მუშაობა სხვა რაღაცაზე იწყებენ. ეს ისეთი პროფესიაა, რომ მართლა მოწონს და მართლა ამას მიუდგა, დაამთავრებს თუ არა, თუ რაც იქნება, ანუ არ უნდა ჩააგდო ის სურვილი და ის მუხტი და კარგი იქნება, რომ ორივე ერთდროულად მოხდება. ანუ ერთდროულად რა, ანუ ჯარს უფრო სწრაფად მორჩება, იმიტომ რომ ის ჯარი თუ 1 წლიანი თუ წელიწადნახევრიანია, ის 4 წლიანი. და სასწავლების დამთავრების პროცესში თუ იქნება იმისი ის აი იქნება კაცმა არის ის 4 წელში, ну ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, რომ არ გაცივდეს პროფესია და დროულად რაღაცა იმამდე მივიდეს. ნახოთ. ყოველ შემთხვევაში ეგეთი ამბებია. მე ძველ ცხოვრებას მივდევ სახლი, თევზები. ძალიან მიხაროდა ხოლმე სახლში რომ ვიყავი და ყველას ვუშვებდი ხოლმე იმაში, სკოლაში რა კარგი იყო. გადავიდებდი ფეხზე 12 საათამდე, პირველ საათზე კაი დაღლილიერი სახით დავიწყებდი ხოლმე საქმეს. მაინც ვასწრებდი. ერთი დღე ხომ მქონდა უფლება, რომ გაშხლართული ყოფილიყავი. ხო და ეხლა ივანეს გავუშვებ ისეთ დროს ხოლმე რომ მე სახლში ვიყო. რომ ყველანი გავუშვა 9 საათზე. მოვაშორო აქედან. რაო? კვირაში 5 დღე იყო ხოლმე თქო. იყო. კვირაში 5 დღე ამისთვის თუ კვირაში 5 დღეა. იყო. ტრამატოლოგთან ერთად რაღაცა სხვაცა მჭირდება ამისთვის. მე სარგიტექნიკას. წავედი ხარ, მაბაჰე და აბაჰო, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად იყავით.